გიორგი რუხაძეს დაუსვამ პირველ შეკითხვას. ბატონ გიორგი, თქვენი შტაბ-ეშტილება მაინტერესებს. იდგა თუ არა დღეს ამ მაღალ ტრიბუნასთან პრემიერ-მინისტრი, რომელიც მხოლოდ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი კი არ იყო, არამედ თქვა მთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ლაპარაკობდა რეფორმებზე და აქ არ გულისხმობდა მხოლოდ ქართული ოცნების დროს გაკეთებულ გარკვეულ საქმეებს, არამედ გულისხმობდა მთლიანად ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებს. აი თქვენი შტაბ-ეშტილება მაინტერესებს ამ კუთხით. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. დავიწყებ იქიდან, რომ ცუდი გამოსვლა ნამდვილად არ იყო, მაგრამ ეს იყო სუსტი გამოსვლა. სუსტი გამოსვლა იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად რაზეც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა აქცენტები იმ ან თავად არ შეეროდა ამ ყველაფრის, ან იქ მყოფმა საზოგადოებამ ვერ დაიჯერა ეს და მით უმეტეს ვერ დავიჯერეთ ჩვენ. რეალურად სულ 4 ნაწილად მინდა გავყო მისი გამოსვლა. მან ძირითადად ისაუბრა ქრონოლოგიურად არ მიყვები ბუნებრივია. ეს იყო საქართველოში განხორციელებული რეფორმები და დემოკრატიისკენ წინსვლა. ეს იყო ოკუპაციის საკითხები. ეს იყო წინა ხელისუფლების კრიტიკა და ეს იყო საგარეო მიმართულებებიც ასევე. ხო, ანუ საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულება და აი ამ ხრივ აი როცა თქვენ ამბობთ რომ სუსტი გამოსვლა იყო. დიახ, აი როდესაც დავიწყეთ რეფორმებიდან, როდესაც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა სამართლის უზენაესობაზე, ამ ხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხო და აუცილებლად უნდა და შემდეგაც ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ გამოსვლაზე, რადგან გამოსვლას მოყვა კითხვა-პასუხის რეჟიმი, სადაც საკმაოდ მწვავე კითხვები დაუსვეს პრემიერ-მინისტრს. მათ შორის იყო კითხვები მედიის თავისუფლებაზე, მათ შორის იყო კითხვები შერჩევით სამართალზე, იგივე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სამართლის უზენაესობაზე, ანუ იმაზე ზუსტად რასაც ამტკიცებდა პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლის ნაწილში, რომ საქართველოს გადადგა ნაბიჯები სამართლის უზენაესობისკენ, რეალურად ზუსტად იგივე კითხვები და იგივე ოპონირება მიიღო მან კითხვა-პასუხის რეჟიმში. როდესაც საუბრობდა ის სამართლის უზენაესობაზე, მას დარწმუნებული ვარ ახსოვდა, რომ დღეს მურუსიძე მოსამართლეა. როდესაც ის ოკუპაციაზე საუბრობდა, მას რუსული ოკუპაცია არ უხსენებია. ოკუპაციაზე საუბრობდა ისე თითქოს ეს ყველაფერი მას არ აწუხებდა. ანუ აქცენტი არ იყო ზუსტად მიტანილი ამას. ეს არ იყო ძლიერი გამოსვლა. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ერთგვარი მოწოდებები ევროპული თუ ევროატლანტიკური საზოგადოებისადმი, რომ იგივე რუსეთს შეეწინააღმდეგებოდა მთელი ეს ძალა მის საერთაშორისო პოლიტიკაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. წინა ხელისუფლების კრიტიკაში ასე ვთქვათ, საქართველოს მთავრობის პირველ პირს, ჩემი აზრით, დრო ნამდვილად არ უნდა დაეხარჯა იქიდან გამომდინარე, რომ ევროპული საზოგადოება რეალურად უყურებდა იმას, თუ რა გააკეთა ამ ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში და არა იმას, რა გააფუჭა ყოფილმა ხელისუფლებამ. ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმიც მე მიმაჩნია, რომ იყო საკმაოდ სუსტი. მთლიანობაში რო შევაჯამოთ ეს ყველაფერი, გამოსვლა კიდევ ამბობ არ იყო ცუდი, პრემიერ-მინისტრმა თითქოს ისაუბრა ყველაფერი იმაზე, რაზეც უნდა ესაუბრა, მაგრამ რეალურად ასე ვთქვათ ამ მოსვლას აკლდა ხერხემალი, აკლდა მარილი და შესაბამისად კაფეობას უწუნებთ როგორც და აქცენტირებას როგორც დიახ და გზავნილები არ იყო ძლიერი იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ქართულ მედიას თუ გადახედავთ, ქართულ მედიას გაუჭირდა გზავნილების გამოტანა, თუ რა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილები ევროპული საზოგადოებისადმი. მე მინდა ბატონ გიორგის ვკითხო ასევე შიდა პოლიტიკურ აქცენტებზე, რაც გაკეთდა. ჩვენ არა ვართ ისეთი ქვეყანა, რომელიც უკანონოდ ყრის ადამიანებს ციხეებში, რაც ხდებოდა რამდენიმე წლის წინ. საერთოდ ასეთი შედარებები თქვენც იზიარებთ იმას, რომ საერთოდ არ უნდა გაკეთებულიყო დღევანდელი მიმართვის დროს, როდესაც პენიტენციურ სისტემაზე, სასამართლო სისტემაზე იყო საუბარი. სასამართლოს ნაწილში თქვენ გააკრიტიკეთ ახლა პრემიერ-მინისტრი. აი რაც შეეხება ციხეებთან დაკავშირებით, იყო ეს აქცენტები საჭირო თქვენი აზრით?
იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის იშვიათი ტრიბუნა და გამოსვლის თითოეული წუთი უნდა გამოყენებულიყო მაქსიმალურად იმისთვის, რომ ჩვენ ევროპელ პარტნიორებს გაეგოთ საქართველოს მთავარი პრობლემების, მთავარი გამოწვევების და ასევე გზავნილები წასულიყო იმ მიმართულებით, თუ რა უნდა გააკეთონ ევროპელმა პარტნიორებმა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მიეხმარონ საქართველოს. ხო ამის ნაცვლად რეალურად ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სიტყვაზე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ის ვიღაცას ჯიბეში ხელს არ უყობს და მინიშნება იყო, რომ წინა ხელისუფლება უყობდა ჯიბეში ხელებს. გასაგები ეს ნამდვილად არ აინტერესებთ ევროპელ პარტნიორებს. პოლიტიკური ლიდერებისთვის ჩვენ სულ ხედავთ ამას წლების განმავლობაში ამ შიდა პოლიტიკურ აქცენტს. არ ვიცი, აქ რა არის ამის უკან, ეს არის შესაძლო გზავნილი ქართული აუდიტორიისათვის, რომ პრემიერ-მინისტრმა კვლავაც ასე ვთქვათ კრიტიკულად განეწყო და არის განწყობილი ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მაგრამ გეტყვით, მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ასევე იყო, რომ ეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების არ ეშინიათ ხალხს. ეს სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება ან ეფექტურია, ან რაიმე გააკეთა ქვეყნისათვის. კვლავაც ეს მთელი გამოსვლა არა, ეს ნაწილი ორიენტირებული იყო იმაზე, თუ რა ცუდი იყო წინა ხელისუფლება და აი რა ფორმით არის უკეთესი ეს ხელისუფლება, რომ თურმე ადამიანებს ჯიბეებში ხელს არ უყობს, ის რომ ამ ხელისუფლების არ ეშინიათ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას დღეს სიღარიბის, მაღალი ფასების, დაბალი პენსიის და ძალიან ბევრი ამის ეშინია და ეს სხვათა შორის ბოლო კვლევებმა კარგად დაადასტურეს თუ რისი ეშინია რეალურად საქართველოს მოსახლეობას. ასევე საუბარი იყო, რომ აი ციხეში ადამიანებს აღარ ყრიან, მაგრამ იქვე კითხვა-პასუხის რეჟიმში უკვე კითხვები ეხებოდათ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას და ასე შემდეგ. ანუ აქაც არ იყო ბოლომდე, ასე ვთქვათ, თავდაჯერებული პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ეს იყო დროის კარგვა ჩემი აზრით და ეს იყო შეცდომა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირმა ძალიან ძლიერი და აშკარა გზავნილები უნდა გააკეთოს იმისკენ, თუ რა ჭირდება საქართველოს და კიდევ ერთი მან რუსეთი ახსენა, იმას მე არ ვამბობ, რომ რუსეთი არ უხსენებია. ახსენა, მაგრამ მან არ ახსენა რუსული, ანუ რომ ოკუპანტია რუსეთი, რომ რუსეთი აკეთებს აი ამ ყველაფერს და რაც მთავარია, მის ერთ-ერთ თქვენ აქ ჩემს კოლეგას დაუსვით კითხვა, რომ რითი იყო ეს გამოწვეული. რეალურად თუ შევადარებთ, რა თქმა უნდა, წინა პრემიერ-მინისტრს ან გნებავთ იმის წინა პრემიერ-მინისტრს, კი, ბევრად თამამი იყო დღევანდელი პრემიერ-მინისტრის თავის გამოსვლაში და ბევრად უფრო, მოდი ასე ვთქვათ, გაწონასწორებული და სტაბილური გამოსვლა ჰქონდა. თუმცა რეალურად მისი გამოსვლა არის მისი წინამორბედების პოლიტიკის გაგრძელება. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომლის მიხედვითაც საქართველო აღარ უნდა გამხდარიყო ერთგვარად დაპირისპირების საგანი რუსეთსა და დასავლურ სამყაროს შორის. სწორედ აი ამის შედეგებს ვიმკით რეალურად. გასაგებია და ბატონიასთან მექნება შეკითხვა. ვერ განთავისუფლდა იმ ნეგატიური კომპონენტებისაგან, რომელიც აი ამ 4 წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკას სამწუხაროდ ტვირთად აწევს და რეალურად ის კვლავაც აგრძელებს. გმადლობთ ბატონ